მანქანა მოვიდა ჩვენთან. სად არის აბა? რა ასკია. გათენდა შემდეგი დღე მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ჩვენი ჯიპი. დღის შუქზე არ გინახავთ, სხვათა შორის პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ფერი. მართლა ძალიან ლამაზი ფერია. ლურჯია იასამნის ფერში გადადის ჩრდილში და მზეზე გაიპრიალა ლურჯი. ესე იგი, რაც შეეხება ჩვენს დაზიანებას, ესე გამოიყურება ყველაფერი. ეხა პირველ რიგში რაც გვაქვს გასაკეთებელი არის ვცადოთ რომ დავქოქოთ. ვნახოთ ეს რადიატორი უშვებს თუ არა ზეთს. და მაგის მერე უკვე ვიმოძრავოთ ნაწილებზე ჭირდება. დალაგება თუ როგორ უნდა ვიყიდოთ და რა ვიყიდოთ და საერთოდ სად ვიყიდოთ. ეგ არ ვიცი. ხო და ნუ ნაწილებს რო ვიყიდით უკვე გამოჩნდება რა და როგორ უნდა ვქნათ. პირველ რიგში არის დაკოქვა. ეხა ელემენტი გვაქვს დასადები აკუმულატორი. დავზბროსოთ ის ბენზინის თემა და შევუდგეთ ნაწილების ყიდვის ხსნას. ეხა აკუმულატორი დავაერთეთ, სერგო გამოჩნდა არ საიდან, ეგ არ მithქვამს. გამოჩნდა. როცა საჭირო ვარ ყოველთვის ვჩდები. მე ვარ ბეტმენი. აქ იყვირე. მე ვარ ბეტმენი. არ გახსნა ბოლომდე. არ ვხსნია. მოდი რა ვქნათ ეხა ჩვენ. ვნახოთ ზეთს გაუშვებს თუ არა. ესე იგი, როგორც ყოველთვის, ყველა ჯიპზე. მოიცადე ჯერ ეს რა ხდება აქ, გამოფხიზლდი. სანამ ეს ციმციმა მუშაობს, აზრი არ აქვს. ცოტა იმას ვქნას. მოვიდეს აზრზე. არ მუშაობს ბიჭო. ისევ. არასდროს აკეთებ. არა ძმა, პავაროტნიკია ჩართული. ისევ. კაი, ქვევით. ავარიულებია ჩართული ისევ. მოიცადე? თუ ავარიულებია ჩართული ვიცი რატომაც. ავარიულებია ჩართული, აბა რა არის? მაიცა მაშინ ხო? რა მოგვივიდა გახსოვს? რაზე? რაღაცა კაბელი რო დაგვავით და ჩაერთება რაღაცა კაბელის. არა, ეგ მაშინ სხვანაირად იყო. გადმო ალექს. გაჩვენო რაღაც. აზრი არ აქვს ნუ აკეთე. მოკლედ რისიც მეშინოდა რა, ანუ მაღალი რისკი იყო მაგის რო ეს მოხდებოდა. მოხდა. რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. კაბელები მიჭეჭყა და გაყულიფა. მაგრამ სხვათა შორის აქ დაწეწილი და მიწეწილი მიჯაჯგული არ არის. არ იყო. ვაი, ყოფილა. ხედავ, ვიპოვე. ხო და გასაკეთებელია ეს ყველაფერი სანამ გავაკეთებთ. მისახედი თემა. კიდე კაი არ დავქოქეთ.
აი, იყოს რაც არის. ჯიბს იმაზე რენეგეიდზეც იგივე სრუგოდა, გახსოვს? ბევრჯერ ვცადე და მერე გაქრა. ახლა საერთოდ აღარ მუშაობდა. კაი, კიდევ ვხატ. გონი აღარ აქვს. მზად ხარ? მზად ხარ? დავაი. გააწვალო ეგრე. არ მეყვარს. ბენზინი არა მოწვა. არის. არა, ცოტა ვიცი რატომაც არის ქოქები. არა, ის შეკერი გახსნილია? იშტეკერი მოხსნილია ვაფშე. მაგრამ ცოტა ხანი წინა ბამპერის. ცოტა ხანი დაასწრაფე. წინა ბამპერზე არ იყო, იმაზე იყო, ვენტილატორზე. გესმის ხო? ბენზინის. მიდი მიიტანე. მომწონს ეს ხმები. მიგება. მე მგონი მაგ შტეკერის ბრენდი. მე მგონი არა, მე მგონი დაიქოქებ. ოჰო. აი მიდი კიდე. აქ დენ მაგაატრაკა ცოტა. აკუმულატორი. მიდი. მიდი შენ შეგიძლია ჩემპიონო. უნდა რა თქმა ლაპარაკი. ეგა მაგასაც დაუშვი ხა. სალამი. გავაცოცხლეთ. ეგ არის. საათივით მუშაობს. ზეთი ნახე აბა კოლოფის თუ სხვა გზა არ ქონა. ზეთი ნახე. უკან დაზარი. მოკლედ როგორც ნახეთ დაიქოქა ძალიან ბედნიერი ვარ, მშვიდად ვარ და წყნარად ეხა ერთადერთი რაც გვჭირდება არის ნაწილები და ეგ არ არის პრობლემა, ნაწილები რომ ვიყიდოთ, ნეტა ყველა მანქანაზე ეგ პრობლემები, ამიტომ გვარდებოდეს ხიდით. ანუ ფულით რაც იყიდება და რაც ფულით გვარდება, კარგი პრობლემებია. ნუ ბევრი ფულით თუ გვარდება ეგ არ არის კარგი. ბოლოს შემაყურებმა არა. აქ მაინც ნუ ურჩა. კაიგე. რატო? აი და რატო? ხოზე და გასვაც მიფუჭებ. სიასტორია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დღე ზუსტად ეხლა იწყება. ეხლა უნდა წავიდეთ და ერთი დიდი წრე დავარტყათ და მოვიძიოთ ყველა ნაწილი, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ავაწყოთ ეს ჯიპი. 35 გრადუსი არის, მანქანაში ცოტა კიდევ უფრო მეტი საშინლად ცხელა და საერთოდ არ მეყვარს ესეთი ამიდები, მაგრამ ენერგიულად უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ჯობია ერთხელ დავიძრათ და ერთხელ ვიმოძრავოთ ამ ამინჩი, ვიდრე სულ სტაბილურად რამდენიმე დღე ზედიზეთ, ასე რომ ამ დღეში უნდა მოვახერხოთ სრულად ჩვენი ნაწილების შეკრება, ასე ვთქვათ და გარაჟის შევსება. წახე, მოვედით მოკლედ ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილზე. ერთ-ერთი. მოვედით ჩვენი დანიშნულების ადგილზე და აქედან მიგვაქვს ხა ეკრანი და ფარი. სუბტიტრები მჭირდება. კარგად. ხმაურია ვერ აი. მოკლედ სერგო რეკავს ნაწილებზე დავიხალე. ჩვენ გზაში ვართ, არ ვიცი, სად მივდივართ, ელიავასკენ დავიძარით, მაგრამ რადიატორებს ვერ ვშოულობთ, ვიყიდეთ ფარი და ვიყიდეთ ეკრანი. სხვა ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვნახეთ და მოკლედ მოძრაობს და ვცდილობთ რომ ვიყიდეთ. ეს ქუჩაზე აუხი. პირდაპირ ელიავა არა? პირდაპირ მარჯვნივ. პირდაპირ. კაი, მაშინ აჰა. მოკლედ არა აი რამდენს დავურეკე მოკლედ ამ რადიატორებზე და რაღაცეებზე და აი მე მგონი მე და ეს გამყიდველები ერთი და იგივეზე არ ვსაუბრობთ ამდენში გასვრეკავ.
რადიატორს მეკითხები. მეთქი ზეთის რადიატორი გახედა და ის წვრილი და გრძელი რო არისო. აი ბიჭო როგორ დაილაპარაკა. მე მსხვილი თქო. გოჭი. მოგეთ აღარ შემიძლია, მე აღარ ვრეკავს, პირდაპირ მაღაზიაში მივდივარ. всё, დავიძარი. მაღაზიაში საშუალო ორივე მიმართულები. წავედით, всё. Так, მოვედით. ძლივს ვიპოვეთ ადგილი. ვაიმე, მაიცა სადმინისას. ამას ვერ დაუმეგობრდი. ხო, აგე ალექს. აქ არის. მოკლედ, ეს არის ჩვენი ბოლო იმედი, რომ ვიპოვოთ რადიატორი. სწორედ ვერ დავკრუხავთ და ვერ გავიგეთ. მე ალექსანდრეს მოუწევს რამე ახალის მოფიქრება. წავედით. გვეშველა და ვიყიდეთ წყლის რადიატორით. ერთადერთი პრობლემა, რაც დარჩა და ამ დრომდე აქტუალურია, არის კოლოფის რადიატორი, რომელიც ძალიან ცოტათი არის დაზიანებული და მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ აღვადგინოთ ეგ და ვცადოთ, რომ ყველაფერი ჯიგრულად გავაკეთოთ, თუმცა ნუ აღვადგინოთ რა, იმიტომ რომ თლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არ არის, თლა შესაძლებელიც არ არის რა. მაგრამ ვცადეთ ჩვენ და ვეცადეთ, რომ გვეყიდა. სამწუხაროდ არ გამოგვივიდა და მოგვიწევს ისევ ძველებურად აღდგენის გზას მიმართოთ. მით უმეტეს იქ პატარა დაზიანება გვაქვს ახლა უმნიშვნელო რა. პატარათი იქ დასვარკდება და ეგ არის რა. დიდი პრობლემას არ შექმნის. პრობლემას საერთოდ არ შექმნის რეალურად რომ ვისაუბროთ. უბრალოდ გაიქნებოდა რომ ახალი დაგვეყენებინა. მაგრამ რახან არის შოება, გვიწევს. ცვალება ნაკლებია ყიდულობა აღენება. ხო, გვიწევს მოგვარება რა ამ საქმის ჩვენებურ პონჩში, ასე რომ ვთქვათ. წავედით, ეხლა მაგას მივხედოთ და მე აუზბოროთ მანქანა. ხო? დავით. Let's get down to business. Let's get down to business. More nights together. We've had a million nights just like this. So let's get down. ეს არის სული. მოვიტანეთ ნაწილები, მოვედით ჩვენს მანქანასთან, სანამ დაბნელდება, გადავწყვიტეთ, რომ რაღაცები რაც მოვასწრებთ, გავაკეთოთ. ესე იგი, აი ესე გამოიყურება ახლა მანქანის ცხვირი. ნელ-ნელა მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კარგია დღეს რომ ვამთავრებთ ამას. რაც უფრო ნაკლები საქმე რჩება, მით უფრო ნაკლები საქმე რჩება, მარტივად. ალექსანდრეს ლოგი, გამოიწერეთ არ. რაც უფრო მეჩლით, მით უფრო მეტია საწყობი. სუდათავა. всё, თითქმის ორი ბოლტის მოხსნა დაგჭა კვები. იმედია. კვებით რაც იმაზეა, რამაზე? ხო. 10-იანია რა, მოვეცი. აი ეს გვაქვს აღსადგენი და აი ეს ბამპერს რაც შეეხება, ბამპერი უკვე აღდგენილია. აგე შიგნიდან ჩანს ნაკერი. გარედანაც აი ასე გამოიყურება. აი ასე. ბამპერზე კარგია, ნორმალურია ყველაფერი. ერთადერთი რაც გვაწუხებს არის რადიატორები და რადიატორი უпростоრად. რადიატორი დაგვრჩა ზეთის ან საყიდელი ან აღსადგენი. აი გდია და მიყურებს ცუდად. აი ეს წერტილი აქ დაზიანებული. აქ არ ვიცი როგორ მოუხერხებთ, უნდა ვკითხო ჯერ ხელოსანს თუ იმუშავებს უპრობლემოდ აღვადგენო თუ არა და მაშინ მოგვიწევს რაღაცების პოვნა და რა ვიცი. მეორე წრეზე დასვლა რადიატორის საყიდად. ეხლა სერგო დაიწყებს ამ მანქანის აწყობას, სანამ მე და ალექსი წავალთ და ჩვენს რადიატორს მოვიტანთ. ჩვენი რადიატორი აი ასე გამოიყურება. აქვე აღვადგინეთ, რომ იმუშაოს რა, ანუ არ გავაუქმეთ და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჯობია ესე იყოს, ვიდრე გაუქმებული. მაინც გააგრელებს და თავისას გააკეთებს. ფიზიკურად ვერ შეიძლება ნახეთ. მე ზეთი გამისხი, ეს ძალიან მაგარია. ესე იგი მოვედით ბიჭებთან, ეს ჩვენი რადიატორიც მოვიტანეთ. სერგო მთელი ცხვირი აზბორა, მახოს ეხმარებოდა. კუბიჩებს ვარდი. რა სიტყვა სერ? რას ვიყიდა პრობლემა გვაქვს. ყველაფერი ნორმალურად იწყება, მაგრამ სანლიკი გვაკლია. სანლიკის გარშე კიდე ეს გააპარებს რამდენჯერაც უნდა შევხვდეთ. ჩვენ გადავინაცვლეთ სალონში, ძალიან სიამოვნებს, როდესაც ყველა მხრიდან ერთდროულად ვმუშაობთ მანქანაზე.
ზერგო წინიდან აწყობს, მე რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება შეტყობინება არ მომივიდეს რამეზე, როდესაც ვსაუბრობ. ეხლა მოვხსნით ამ აირბაგს, მოვხსნით, ვეცდებით რომ მოვხსნათ ბოლომდე ტორპედო და ხვალ უკვე ვეცდებით რომ მივიყვანოთ ეს მანქანა ხელოსანთან. სანამ ხელოსანთან იქნება და ხელოსანი ვიზუალურ მხარეს მიხედავს, ჩვენ მივხედავთ სალონის მხარეს და მე ერთიანად შევკრავთ როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ტორპედოს მოვხსნით ახლა უკვე ასეთი ისე გამოცდილება გვაქვს, რამდენიმე ჯიპი ყავს დაშლილი და წყობილი, სხვათა შორის არხზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ეგ ჯიპები. მე კიდე შევუდექი ახლა საქმეს, არის დამეხმარება, კამერაში დიდად საინტერესო აღარაფერი არ ხდება. ჩვენ წავედით, მუშაობთ. მოკლედ ტორპედოს ამბები კიდევ გრძელდება. აი, ამ ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ. წინაც ბიჭები ცდილობენ რომ ჩაასხან წყალი ისე რომ არ გადმოვიდეს და ამოწმებენ იმას რაც დღეს დააყენეს და რაც დღეს გააკეთეს. ჩვენთან კიდე ესეთი ამბებია, ღამე ვმუშაობთ, იმიტომ რომ ხვალ დარწმუნებული ვარ დაგვეზარება. მაგრამ დღეს მოვაგვაროთ, ხოთზე ვართ ყველა მხრიდან ვმუშაობთ მანქანაზე და ვცდილობთ რომ დავამთავროთ იმ დონემდე მივიყვანოთ რომ ხვალ უკვე ეს მანქანა ხელოსანთან იყოს და ვიზუალურ მხარეს მივხედოთ. დავიწყეთ უკვე ტორპედოს დაშლა და ახლობით 9 საათში მზად იქნება აკავრობა იმისთვის რომ ეს ტორპედო ხვალ დილას წავიდეს და მივიდეს თავის პირად ექიმთან ასე ვთქვათ და აღდგეს. შევაწი რადიატორის პრობლემას გადავლახეთ და მშვიდად ვარ. მანქანა ერთხელ დავქოქეთ. ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ვფიქრობ რომ ზეთი ჩავამატოთ კოლოფში, რადგან რამე პრობლემებამდე არ მივიდეთ ზეთის გამო. მაგრამ მანამდე ეს გადასალახია, იქ ბიჭები წყალს ასხავენ, ცოტა აპარებსო, რაღაცებს ჩალიჩობენ და ნახოთ რა იქნება. მოკლედ ვაწყობთ ამ მანქანას. ცოტა ხანი შევისვენოთ. სერგო კიდე არის ვენებს და მეორე მანქანას მიადგა, იმიტომ რომ მაგარ ხოძე რაღაცა მაგარი ენერგეტიკი დავლიეთ. სერგო არის ვენებს. არა სერგოს დახმარება დამჭირდება. ხოძე კარგი. შემიგე. ელემენტი უნდა დავაკავშიროთ ჯიპზე. მე აკუმულატორი? ხო. მე ჩემგანში ვიჭას. ვერარა. ეხა ნუწუწი. აუ, მე იცი რა შევნიშნე, ან ვაფშე არაფერს არ ვაკეთებ, ან ერთ დღეში ან ვერ აკეთებ. 15 პროექტს ვაწყობთ ხოლმე. მოკლედ, მოვედით ძლივს ამ ეტაპამდე ღამეა, კიდევ უფრო ღამეა, ვიდრე როცა დავიწყეთ, მოგიყვია. ზუსტად 12 საათი ხდება. არა. ესეა, არ ვიცი, თლიანად მოხსნილი, ხო მგონი? ვაფშე ჩემოძმაო უკეთესი იქნება ამოღებული რო იყოს ვაფშე მანქანა. არა, არ გვინდა ხო ტორპედო ვაფშე. რაში გჭირდება ძმა? პირველად გვივლია ტორპედოს გარშე. ეხა აქეთ კიდას. მაკეთ უნდა გამოვიტანოთ. всё. ანუ გამოდის ახლა? კი, აი. ანუ ეს ის მომენტია? ზუსტად ეგ არის. ვაიმე. შესაძლებელია. ძლივს გული ხო არა გასასწორებელი. ამათ ნაშრომს ვნახავ. აი სა. აბა დავაი. შისა, აირბაგი მოხსენით? კი. ქვევიდან შტეკერები. ალე აწი ახლა მესამე შენი მხარე. საჭე დაწიე ბოლომდე. დაწეულია ბოლომდე ძმა ხარ ჩადის. კაი, აქ ჩაგეჭრებით, უნდა ვიგინოთ. აიღო და რუსატრიალებს, უნდა ვიგინოთ. აი ნახე ამოვიდა. რაღაცა ხდება? всё. ვაი, საღოლ ბიჭებო. რაღაცა იჭერს ხელი. დინამიკის ზევით რო არის ბოლოში იქ მოხსენით? არა, არ არის მოხსნილი. აი, ნახე ეს აირბაგია თუ რა. აირბაგის დაში მოხსენით მე. აი უყურე. აი არც კი გამithიშია კადრი. რო გეუბნები გათიშეთ ხონდა გათიშეთ. არის. არც კი გამithიშია კა. კიდე კაი ვიკითხე. აუ, იმენა შენი კიდე დამსახურება. რაღაცა არის მე მგონი. არაფერი არა, просто მაგლა აწიეთ რა. შო. საულ ალექს. კაი საქმე გააკეთე დღეს. მე ამ საქმიდან გავდივარ რა წინ.
არა, იმდენი უნდა ვქნა ძმა, რომ დაგამეგობროთ შენ და ტორპედოები. მე აღარ ვიყიდი ტორპედო გახსნა მანქანას. განა იმიტომ რომ რამე ანუ მაინც ვაღდგენთ და ყველაფერი ნუ მუშაობს ნორმალურად, მაგრამ არა. ჯობია $500 მეტი მივიცი და. კაი ძმა. კაი ბრატ, ნახოთ. მე ორ დღეში ნახე $400-ში რა მოვხსნი, ნახე ტორპედო გახსნილი. აღარა აქვს. ტორპედო вообще რა. რავი, რა ვქნათ საში, დავამშვიდობოთ მაშინ ჩვენს მაყურებლებს და ტკბილი ძილი ვუსურვოთ ჩვენ თავებს. დავაი. ტკბილი ძილი ჩვენ თავებს. თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო, რადგან ალექსანდრემ ძალიან ბევრი იწვალა, ორივემ. სერგომას სამეორიც. და აუცილებელია რომ ზარის ღილა კი გააქტიუროთ. აი საღო. აგვარა და შეიძლება. საღო. ყოველთვის მოგივიდეთ შეტყობინება, როცა ახალი ვიდეო დაიდება ჩვენს YouTube არხზე. всё, давай. წავედით. კარგად. კარგად. ხელი მიაფარე. ეპიკური გასვლა. რა გააკეთე ძმა? დავაი რა. მოდი აქ ბიჭო.